გამოვაცხობ ტკბილ ფონდანტს, კარამელით, დარიჩინით, ჯინჯერით და თან ცხარე წითელი წიწაკით. და ამ ცხარე ტკბილ ფონდანტს შოკოლადის ნაყინთან ერთად გემრიელად შევჭამ. კარამელის ტკბილი და ცხარე ფონდანტი. პირველ რიგში ვამზადებთ კარამელს. დაბალ ცეცხლზე ჩავყაროთ 500 გრამი ყავისფერი შაქარი და 35%-იანი ნაღები. დაახლოებით 200 მილილიტრი. 50 გრამი კარაქი. კარგად გავხსნათ შაქარი და ნაღები ერთმანეთში. ვამზადებთ ძალიან მსუბუქ ნაზ კარამელს, რომ არც ისე მწარე გემოქონდეს თვითონ შაქრის გამო, ანუ შაქარს ცალკე არ ვწვავთ. უნდა წამოდუხდეს მასა, გაერთიანდება, გასხელდება, ლამაზ კარამელის ფერს მიიღებს და მზად იქნება. სანამ კარამელი ადუღდება, გავტეხოთ 6 მთლიანი კვერცხი. გავთხვიფოთ ხელით, მიქსერით არა. კვერცხი ძალიან არ უნდა ამოვიყვანოთ. ჩვენ არ გვინდა რომ კექსივით გამოცხოს, რადგანაც ფონდანტის პრინციპი არის ის, რომ ცომი, ანუ ბისკვიტი, უნდა იყოს ჩავარდნილი და შიგნიდან უნდა იყოს თხევადი. აი ეს ნაზად გავაერთიანოთ უბრალოდ კვერცხის გული და ცილა. თან არ დაგვავიწყდეს კარამელს ზოგჯერ ამოურიოთ. აი ნახეთ, გამუქთა უკვე ნამდვილი კარამელის ფერი მიიღო. ყავისფერი შაქარი ბევრად უფრო ამარტივებს კარამელის მომზადებას, ვიდრე ჩვეულებრივი თეთრი შაქარი, რადგანაც ის ჯერ უნდა მოიწვას, გაგრილდეს, მომზადდეს სიროფი. უკეთ ბევრად უფრო დიდი შრომა. კარამელმა უნდა იდუღოს, არ შეგეშინდეთ ეს რო აქაფდა. კარგად უნდა გასხელდეს შაქარი. ეხლა ათქვეფილ კვერცხში ვყრით დარიჩინს ცოტა. დაახლოებით 9 ჩაის კოვზი. წიწაკა. როგორც თქვი, მოცხარო მოტკბო უნდა გამოვიდეს. მე მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა. მაგრამ არა უშავს, კარგია, ცხარე იქნება. არომატი ძალიან მაგარი აქვს. და კოჭა. მშრალი კოჭა. ესეც 9 ჩაის კოვზი. ფერით შეიცვალა კვერცხმა, არომატიც. ეხლა ცოტა ხანი გადავდოთ ეს მასა და მივხედოთ კარამელს. კიდე უფრო სქელი უნდა გამოვიდეს კარამელი. რა თქმა უნდა, რომ გაგრილდება, კიდე უფრო შესქელდება, მაგრამ უმჯობესია, რომ უფრო სქელი იყოს თავიდანვე მასა. დაახლოებით 3-დან 5 წუთამდე ვადუღებთ კარამელს და შემდეგ ვთიშავთ და ვაგრილებთ. ჯერ ველოდები. მასა შესქელდა. არომატიც კარამელის აქვს. ეხლა გამოვთოთ ცეცხლი. კარამელი უნდა გაგრილდეს, ბუშტები გაუქრება და უკვე მზად იქნება გამოყენებისთვის. ანუ დავუმატებთ კვერცხის მასას. კარამელი გაგრილდა, მივიღეთ იდეალური კარამელი, სქელი, არომატული და ძალიან გემრიელი. გადმოვდგათ კვერცხის მასა, თან ვურიოთ და ნელა-ნელა ჩავასხათ 400 გრამი კარამელი. კვერცხის მასა და კარამელი კარგად შევურიოთ ერთმანეთში. დარიჩინის არომატი მაინც დომინირებს. ვუმატებთ 100 გრამ ფქვილს.
ანუ პრინციპი რა არის? მინიმალური რაოდენობა ფქვილის, მეტი კარამელი, მეტი კვერცხი. კარგად გავხსნათ ფქვილი. როგორც ხედავთ, სულ ხელით ვმუშაობთ. მიქსერი არ დაგჭირდა არც ერთ ეტაპზე. ფონდანტის მასა მზად არის. ვამზადებთ გამოსაცხობ ფორმებს. ამ შემთხვევაში მაქვს სილიკონის ფორმები 6 ცალი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მინდა თავი დავიზღვიო, რადგან ძალიან ნაზი არის ეს ნამცხვარი, წავუსმევ ცხიმს და ფქვილს. ძირზე ამოусვათ კარაქი. რადგანაც ყველაზე საფრთხილო მომენტი არის ფორმიდან ნამცხვრის ამოღება. მით უმეტეს თუ რკინის ფორმა გაქვთ, ეს აუცილებელი. როდესაც შოკოლადის ფონდანტს ვაცხობთ, კაკაოს ვაყრი ხოლმე თვითონ ფორმაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ფქვილს დავაყრი. რაც თავარია, ღუმელი წინასწარ მაქვს გახურებული 200 გრადუსზე. რადგანაც მასას სწრაფად უნდა შეიკრას და ვერ უნდა მოასწროს ამოსვლა ან ბოლომდე გამოცხობა. ფქვილი ჩამჩით ჩავასხათ ფორმაში ჩვენი კარამელის მასა. ვაცხობთ 200 გრადუსზე 7 წუთით. ფონდანტი გამოცხვა, თავარია რომ ზუსტად დავინიშნეთ დრო. ეხლა ამოვიღოთ ნაზად ფორმიდან. ეხლა ერთ-ერთს, რომელსაც გავსინჯავ, დავუმატებ შოკოლადის ნაყინს. ცხელი ფონდანტი და ნაყინი, ეს არის იდეალური ტანდემი. გავჭრათ. ძალიან გემრიელია, ცოტა წიწაკის სიცხარე აქვს, რომელიც ბოლოში გრჩებათ, ძალიან ნაზად. არომატი აქვს დარიჩილის და ჯინჯერის, იდეალური კარამელის ცხარე და ტკბილი ფონდანტი.